მზად ვარ. პროექტს ძირითადად ჰქონდა სამი მიმართულება. პირველი მიმართულება და მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო საგრანტო თანხით ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა. ამას გარდა ეს იყო მათთვის პირდაპირი კონსულტაციების გაწევა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია იყო თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და ასევე უშუალო მენტორინგი, როგორც პროექტის თანამშრომლების მხრიდან, ასევე მოწვეული პროფესიონალების მხრიდან, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი ბიზნესის საბოლოო წარმატებაში. პროექტის ფარგლებში სულ დაფინანსდა 60 ახალგაზრდა მეწარმე 4 რეგიონში. მთლიანმა დაფინანსებამ მოიცვა 1.200.000 ლარი. ამ დაფინანსების შედეგად მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებმა თავიანთ საწარმოებში დაასაქმეს სხვა ახალგაზრდები, სულ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 80 ახალი სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, დაფინანსებული 60 საწარმოდან 30 საწარმო არის ქალების მიერ მართული, ხოლო 30 კაცების მიერ მართული. რაც გენდერულ ჭრილში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან 24 არის სტარტაპ ბიზნესი, ხოლო 36 ბიზნესი არის უკვე არსებული, რომლის განვითარებაზეც იზრუნა ჩვენმა პროექტმა. ჩვენ პროექტის განმავლობაში მათ ჩაუტარეთ ტრენინგები ისეთ საკითხებში, როგორც არის ზოგადი სამეწარმეო ცოდნა, ბიზნეს გეგმის შექმნა და შემდეგ მისი ფინალიზაცია, რათა კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ და გაემარჯვათ. თუმცა ამის გარდა იყო მრავალი სპექტრი ტრენინგების, რომელიც ფარავდა გარემოს დაცვით საკითხებს, რომელიც ფარავდა შრომის უსაფრთხოებას, ფარავდა ბიზნეს მენეჯმენტს, მარკეტინგს, ბრენდირებას, ბაზრებზე წვდომას და ასე შემდეგ. არდევაი პროექტის განხორციელებამ რეალურად აჩვენა, რომ იმ დაფინანსებით, რაც პროექტისთვის იყო გამოყოფილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმ მიმართულებებით, რაზეც ამ პროექტმა ემუშავა, რაც იყო მათი ეკონომიკური გაძლიერება, რაც იყო მიგრაციის შემცირება და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. ფაქტია ის, რომ ამ პროექტმა აჩვენა თუ რამდენხელა პოტენციალი არის სოფლად ახალგაზრდებში, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის წინა პლანზე წამოწევა და რამდენად შესაძლებელია ამ ხალხის ადგილზე დაკავება და ადგილზე ახალი ბიზნესების ან არსებულის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამავე დროს ერთ-ერთი მთავარი არის ის თუ რამდენად თანაბრად იყო ჩართული ჩვენ პროექტში, როგორც ახალგაზრდები, ქალები და მამაკაცები და რამდენად შეიძლება ერთად კარგი ბიზნეს საქმიანობის წარმოება.